კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში ახლა ინტერაქტივის დროა და ჩვენ მოგეხსენებათ ყოველთვის გვაინტერესებს ჩვენი საზოგადოების განწყობა, ყოველთვის ვსწავლობთ ჩვენი მაყურებლისა და რადიომსმენელის შეფასებებს და დამოკიდებულებას, რა პრობლემები გაწუხებთ და რა არის ის მთავარი საკითხები, რომელზეც თქვენ გინდა დღეა ეთერის მეშვეობით ისაუბროთ და ყურადღება გაამახვილოთ და ბუნებრივია დღეს ჩვენ ვსვავთ თქვენი მისამართით ასეთ კითხვას, ყველაზე მეტად რა პრობლემები გაწუხებთ და რა არის ის საკითხები, რომელსაც გამოყოფთ და რომელზეც პირდაპირ ეთერში გინდათ რომ ისაუბროთ. 557-98-55-58 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და ძირითადად ჩვენ ყოველთვის ვსწავლობთ ჩვენი აუდიტორიის შეხედულებას, შეფასებებს, დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით და ის თუ რა აწუხებს ჩვენს საზოგადოებას არის ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ დაგვიკავშირდით პირდაპირ ეთერში და თქვენი შეფასებები გააკეთეთ ქვეყანაში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იგივე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით და რა არის ის მთავარი საკითხები, რომელიც თქვენთვის არის საინტერესო, თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და რომელზეც გულის შეგტკივათ. ყველაზე მეტად ალბათ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს აუდიტორიას აწუხებს ის, რომ წლები გადის და ვერ მოხერხდა ის, რომ თითოეული ადამიანის კეთილდღეობა შეიქმნას იმ ნაწილში, რომ ადამიანებს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები არ ქონდეთ, სოციალურ დახმარებებზე არ იყვნენ დამოკიდებულები და ქონდეთ შესაბამისი შრომის, შესაბამისი ანაზღაურება და დაფასებულად გრძნობდნენ თავს ის, რომ მათ შეეძლოთ საკვები პროდუქტით ოჯახის მომარაგება და ასე შემდეგ. ძირითადად მაინც სოციალური პრობლემები ჭარბობს ჩვენს ქვეყანაში. მოусმინოთ მაყურებელს და რა არის თქვენი მთავარი პრობლემა? მოგესალმებით. ალო. პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ ქალბატონო. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. მე გისმენთ პირველ განყოფილებაში და ახლა ძალიან მიყვარს თქვენი არხი. მე მომწონს თქვენი არხი. სულ ყოველთვის კი დავუწევ ტელევიზორს. ძალიან მიყვარს თქვენი არხი. მაგრამ მე ერთი რაღაც მინდა რო გითხრათ. ყველა გამომსვლელს აქვს თავისი შეხედულება. თუ შეიძლება თემას რომ უპასუხოთ რა? სოციალურ მდგომარეობაზე? აი რა პრობლემას გამოყოფდით ქვეყანაში არსებულ რა პრობლემაზე გაამახვილებთ ყურადღებას, რომელიც მოსაგვარებელია, მოსაწესრიგებელია, ხელისუფლების ყურადღებას იმსახურებს და ასე შემდეგ. ბევრი რამეა, შევ, ბევრი რამეა. ბევრი სკეცდება და ბევრი გასაკეთებელია. მაგრამ ეს მოდის ხელისუფლებიდან, ხო? აი ბიძინას რო იძახიან. მე მიუხედავად იმისა, მას პატივს ამცემ, ჩემი სისხლით ნათესავია, მაგრამ ამაში არ არის საქმე. უნდა მოამგვაროს ქვეყნის საქმე. მე ამაში ვაფასებ. მაგრამ ბიზნა კი ვერ შემოვა თითოეულ ოჯახში და კი ვერ გაგვიკეთებს საჭმელს და ვერ გვაჭმეს. ყველამ თავისით უნდა მიხედოს თავის თავს. კი ბატონო, მადლობა, თუმცა მიმართულება აუცილებელია. ქვეყნის განვითარების გეგმა უნდა არსებობდეს, სტრატეგია უნდა არსებობდეს, ეკონომიკური გუნდი დღისა და ღამის განმავლობაში ამაზე მუშაობდეს და ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუქმნას, იზრუნოს ის, რომ ღირსეული ანაზღაურება, დასაქმება და სასაქმებელი ადგილები არსებობდეს და ასე შემდეგ. იზრუნოს ასევე იმაზე, რომ ემიგრანტები, რომლებიც ყოველდღიურად გადიან ჩვენი ქვეყნიდან, უკან დააბრუნოს, მათთვის სამუშაო ადგილები გააჩინოს, ფასები დაასტაბილუროს საკვებ პროდუქტზე, მომსახურების სფერო იქნება ეს თუ ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მიმართულებაა, რომელიც ადამიანებს ცხოვრების საშუალებას მისცემს, უკეთესი განვითარების და უკეთეს პირობებში ცხოვრების საშუალებას მისცემს, თუმცა სამწუხაროდ ეს პერსპექტივა არ ჩანს, აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე. რა პრობლემები გაწუხებთ? მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ. ისმის ჩემი ხმა. დიახ, ისაუბრეთ ქალბატონო, გისმენთ. აუცილებლად. ყოველ მიზეზს გარშე მოსაგვარებელია პირველად და განათლების ამბავი. იმიტომ რომ თქვენ მტერს უხდეს ამ მომავალი შვილების აღდგა ხელში და დაიღუპეთ.
ასევე ჯანდაცვა სილო მოხუცებულები ვართ დარჩენილი საქართველოს უფრო მეტი ვიდრე ახალგაზრდებს ასულია საზღვარგარეთ. ჩვენ გვინდა ბატაი დავხსეთ იმას დასულები ვინცაა ცოცხლები და არსებობა გვინდა რომელ სფეროს დაასახელებ რომელ სტრუქტურას პოლიტიკურ სტრუქტურას იგი მოწესრიგებული იყოს და ასლი არ იყოს მაგალითად მე გამოვყოფდი კიდევ რა სოციალურად დაუცველი ხალხი რომა მე პირადად ერთი მოქალაქე გურული ქალი ვამბობდა ვადასტურებ სადაც მე მიმისტობა ხელი იმაგილებში რომ თუ მოყვარე ხარ რა ნათესავი ხარ ქართული ოცნების კარგად დაგსაქმე თუ გინდ ძლიერი მდიდარი ოჯახი გქონდეს ბევრი საქონლები ყავდა არა მნიშვნელობა ღარიბებსაც მოგვეცი ბატაი და იმ დიდებმა მეცი მაგრამ საჩუქარი ხალხი რომაა და ჩაგრული ხალხი სიცხელი ნამუსი სამოყვარეობა შეში სიბრალული რაღაც ამშინანული არ უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე არ სიბრალული არ სიყვარული არ სისხლობა და ნაღველი თუ ასეთი ხართ ბოროტო ხალხო კარგად დაფიქრდით მას კარგს რასებით კი ბატონო, მადლობა ზარისთვის. თქვენ ძალიან სწორად გაუსვით ხაზი, რომ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს სხვადასხვა მიმართულებით და არსებობენ ჩვენს ქვეყანაში ელიტარული, პრივილეგირებული, ასე ვთქვათ, ადამიანები და სამწუხაროა ზუსტად ეს, რომ აი ახალი სტატისტიკური კვლევა გამოქვეყნა, სადაც წერია, რომ 363,000 პირმა ჩვენს ქვეყანაში 100,000 ლარი აიღო ხელფასი აპრილის თვეში და პარალელურად, აი პარალელი რომ გავავლოთ ხომ 10,000-ზე მეტმა ადამიანმა 100 ლარზე ნაკლები აიღო, პარალელი ხომ ძალიან თვალში საცემია და ძალიან სერიოზული სხვაობაა. აი რამხელა ძალიან დიდი დისბალანსი გვაქვს, აი ამ ნაწილში, ესე იგი ადამიანები არიან, რომელსაც ძალიან დიდი შემოსავალი აქვს, კოლოსალურად მაღალი შემოსავალი აქვს და ადამიანები არიან, რომლებსაც 100 ლარზე ნაკლები აქვთ ხელფასი. აი ხომ წარმოგიდგენიათ, ესე იგი რამხელა დისბალანსი არსებობს აი ამ პროცესში. არ ვიცი, ეს აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემაა, ალბათ, იმიტომ რომ უნდა ვაცნობიერებდეთ დასაქმებულ ადამიანებს რა კაბალური პირობის წინაშე ვაყენებთ ასეთ შემთხვევაში, როდესაც 100 ლარზე ნაკლებს ვაძლევთ ხელფასს ან ახალგაზრდებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ სწავლის გადასახადი, ქირა გადაიხადონ და 400-დან 500 ლარამდე ვთავაზობთ ხელფასებს. ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია საქართველოს მიამაგრო ასეთი ახალგაზრდა და მას უთხრა რომ აქ დარჩი და არ წახვიდე საზღვარგარეთ. აი ეს არის გასაღები, ეს არის ამოსავალი. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიაზე ვიფიქროთ, სულ სხვა თუ არაფერი და იმაზე ვიფიქროთ, რომ კატასტროფას მოუტანს ეს სტატისტიკები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ქვეყნდება 100,000-ზე მეტი ადამიანი წლიდან წლამდე ტოვებს საქართველოს და მიდის საზღვარგარეთ საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ ასე შემდეგ. ოჯახები ინგრევა ძალიან ხშირად სწორედ აი ამ ყველაფრის გამო და ადამიანები წლებით შორდებიან ერთმანეთს, რომ შემდეგ საკუთარი ოჯახის წევრები აქ ადამიანები გადაარჩინონ, იმიტომ რომ ვერ ეწევიან იმ ცხოვრების ტემპს და გაძვირებული ცხოვრების პირობებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მეტი სამუშაო ადგილები, დაბალი კომუნალური გადასახადები, დაბალი საპროცენტო განაკვეთები, ეს არის ის პრობლემები, რომელზეც უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ. პროდუქტები, რომელზეც ფასები აუცილებლად უნდა დასტაბილურდეს, იმიტომ რომ დღეს რაღაც ღირს 5 ლარი და ხვალ შეიძლება ბიზნესმენმა კონკრეტულმა ადამიანმა ეს 25 ლარი გახადოს და დახელზე შემოგთავაზოს ასე. აქაც ბალანსია აუცილებლად საპოვნელი და ჩვენ მუდმივად საუბრობთ ამაზე, რომ რაღაც ტიპის მონიტორინგი სახელმწიფოს მხრიდან აი ამ ფასებთან დაკავშირებით არის აუცილებელი. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. კი ბატონო. აი ეხლა რო ლაპარაკობენ გალგე, იქ არის ყველა ხელი შემსვლელი ვართ ერთმანეთში. იქ არის ყველა ხელი შემსვლელი ვართ ერთმანეთში. ტელევიზორს ჩაუწიეთ რა ბატონო ხმა. ტელევიზორს ჩაუწიეთ თუ შეიძლება.
სამწუხაროდ გაითიშა ზარი ძალიან გთხოვთ როდესაც დაგვიკავშირდებით ტელეფონით გვესაუბრეთ და ტელევიზორს ჩაუწიეთ ხმა წეღან ვახსენე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 363 პირის ხელფასი აპრილში 100,000 ლას აჭარბებდა ეს იმ დროს და იმ პირობებში როდესაც ანალოგიურ პერიოდში 10,000-ზე მეტმა ადამიანმა 100 ლარზე ნაკლები აიღო ანაზღაურება როდესაც ის არის დასაქმებული მოკლედ იღებს 100 ლარზე ნაკლებს ხელფას რამდენად თვალში საცემია ეს სხვაობა, რამდენად დიდი დისბალანსი არსებობს და რას ფიქრობთ, რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ არ გაქცეულან საქართველოსთან, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ საქართველოში დარჩნენ და აქ იშოვონ ლუკმაპური იმისთვის, რომ საკუთარ ოჯახებთან იყვნენ და არ წავიდნენ ემიგრაციაში. სამწუხაროა ნამდვილად, თუმცა აი ასეთი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში. ყოველდღიურად ჩვენ ვიგებთ იმას, რომ ფასები იზრდება თითქმის ყველაფერზე, ეს იქნება მომსახურების სფერო, ეს იქნება კომუნალური გადასახადები, ეს იქნება ჯანდაცვის მიმართულება თუ დასვენება. ადამიანები უბრალოდ საქართველოში არათუ საზღვარგარეთ, საქართველოში ვერ ახერხებენ სეზონზე დასვენებას, ვერც მაგალითად ბაკურიანში და ვერც ზღვაზე იმ ადამიანებს არ მიეცემათ უბრალოდ შესაძლებლობა, რომლებსაც შემოსავალი არ აქვს ძალიან მაღალი, იმიტომ რომ კაბალურად ძალიან დიდი, კოლოსალურად მაღალი გადასახადებია თითქმის ყველაფერზე და ძალიან დიდი ფინანსები სჭირდება თუნდაც ბათუმში დასვენებას ან გუდაურში და ბაკურიანში დასვენებას. ეს არის რომ ვერც შიდა კურორტებით ვსარგებლობთ საქართველოში მცხოვრები ადამიანები და ვერც საზღვარგარეთ მივდივართ, იმიტომ რომ ამას ჩვენი ხელფასებით ვერ მოვახერხებთ. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არის რეალობა. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს და რა პრობლემებს გამოყოფდით ქვეყანაში არსებულს. გისმენთ, ისაუბრეთ. ალო. დიახ, ისაუბრეთ, გისმენთ. სანამ გინდათ ასეთი პროვოკატორები იყოს თქვენი რადიო, თქვენი ტელევიზია. კორექტულად თუ შეიძლება, ეს არ არის პროვოკაცია, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. თუ არ გინდათ კომენტარის გაკეთება, მაშინ ნუ ღარ დაგვირეკავთ ღია ეთერში რა ადამიანებს აინტერესებთ ეს თემა და საკუთარ პრობლემებზე ღია ეთერში საუბრობენ და ხელს ნუ გვიშვილით თუ შეიძლება. არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება გქონდეთ ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში მოსაგვარებელი და თუ მედიით არ ვისაუბრებთ ამაზე, ჟურნალისტები არ ვისაუბრებთ და თქვენ, ჩვენი მოქალაქეები არ ისაუბრებთ ამ ყველაფერზე, მაშინ დარჩება ისეთივე სიტუაცია, როგორიც არის ჩვენს ქვეყანაში და შემდეგ გვიანი იქნება უკვე ამაზე მსჯელობა. 55-7-98-55-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და მოვუსმინოთ მურიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა გისმენთ ისაუბრეთ. გეთანხმები ზანიშა თემა ამოჭერით 100,000 ზოგ ხელფასი ოქროთაიმე მაგალითად ფასი მოგეთი მე ცხოვრება აუდა ავი აღარალის ავიდა ისა მე ჩამოვიდა რა თანამდებობაზე არის მაგარი ხელფასია ყველაფერში მე ვიყავი ორდერ შეხემოვირავი ბალები ისინი რაპო იმას 100,000 ხელფასი მე 100 არის რაპო მომხდ უნდა გავახანებო ყველაფერს მე და იმასაც ეთნოთნოს ადამიანია რა თქმა უნდა გეთანხმებით ეგრეა მე ფერხოდა ვიდეოზე მაგრამ ფული მეჩნდა აპე შენიშნე ფული მინდა კი ბატონო, მადლობა ზარისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ჩაერთეთ გადაცემაში და მზარდი ფასები ყოველდღიურად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თითოეულ ადამიანს უქმნის პრობლემას, განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს, დევნილებს და იმ ადამიანებს, რომლებიც შემწეობაზე არიან დამოკიდებულები და ყოველდღიურად მაღალი შემოსავალი არ გააჩნიათ, ისე როგორც მაგალითად 10,000-ით სარგებლობს ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში 10-20,000 აქვთ ხელფასი და ძალიან ბევრს 400 და 300 ლარი აქვს ხელფასი. ეს ძალიან დიდი დისბალანსია, როგორ შეიძლება აი ამ პრობლემის მოგვარება, თუნდაც თქვენი შეფასებები არის საინტერესო. მორიგ მაყურებელს ვუსმენთ, მოგესალმებით. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. ისაუბრეთ თუ შეიძლება, ღია ეთერში ხართ. გესმით ჩემი ხმა? სამწუხაროდ გაითიშა ზარი, თუმცა გექნებათ შესაძლებლობა რომ კვლავ დაგვიკავშირდეთ და ჩაერთოთ გადაცემაში 55-7-98-55-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ.
გამარჯობა. სტალინის და ლენინის დროინდელი ხალხი აკიშრა თუდად მესმის ბატონო სამწუხარო თქვენი ხმა პირდაპირ ეთერში კვლავ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თუ კი პრობლემას მოაგვარებთ როგორც ჩანს ხარვეზი იყო თქვენი მხრიდან და გვიპასუხოთ კითხვაზე რა პრობლემებს გამოყოფდით რა არის ის მთავარი პრობლემები რომელიც თქვენთვის თქვენი ოჯახისთვის პრობლემას წარმოადგენს და რომელიც ქვეყანაში აუცილებლად უნდა მოგვარდეს და გადაიჭრას მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ გამარჯობა I spent hundreds of years in the არა კორექტულად, როდესაც საუბრობს ბატონო ვიღაც და შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობს. რა როგორი მოგატონა შეურაცხყოფა. ცდილობდა რომ შეურაცხყოფა მოეყენებინა კი ბატონო და პროვოკატორებს გვიწოდებს, როდესაც პროვოკატორებს გვიწოდებენ. შეურაცხყოფა, პროვოკაცია არა, შეურაცხყოფა. აბსოლუტურად არაფერი არ არის პროვოკაცია ჩვენს მიერ დასმული კითხვა მაგალითად, როდესაც ადამიანების პრობლემებით ვინტერესდებით. ძალიან დიდი პრობლემები არის, მაგრამ იცით რა მაინტერესებს? თქვენ თვითონ აი თქვა აშუქებს ხოლმე საქმემოქმედო პროექტები რაც არის. რა საქველმოქმედო პროექტებს გულისხმობთ თუ შეიძლება? აი გეტყვით, არის ესეთი ჩერნოვიცკის ფონდი, თუ იცით უკრაინელი არის და აქვს ფონდი, რომელიც ეხმარება ავადმყოფ ბავშვებს, პატრონულ მოხუცებს. დიახ, მერე? კი ბატონო, უხსმენია, თუმცა ჩვენთვის მათ არ მოუმართავთ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის ან თანამშრომლობისთვის და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ აღმოვუჩენთ მათ დახმარებას. ჩვენ ვინც გვიკავშირდება ბატონო და ვინც გვეუბნება რომ მას ჭირდება გადაუდებელი ოპერაცია ან ასე შემდეგ ან უნდა რომ ჩვენი პირდაპირ ეთერით ამაზე გამოვაცხადოთ არასდროს გულგრილად არ მოვყრობივართ ასეთ ადამიანს და ყოველთვის მათი პრობლემით ვინტერესდებით ვუშვებთ ხოლმე აი ასეთ რეკლამას და ყოველთვის ადამიანები ნახულობენ ყოველთვის გვაქვს მითითებული ასევე ანგარიშის ნომერი ნუ გავჩერდებით ამ საკითხზე და რა პრობლემა გაწუხებთ თქვენ ეს რომ გითხრათ მე პრობლემა მაწუხებ ქვეყანა არაფინანსებს აი ამ ბავშვებს რომლებიც მართლა წამებაში არიან ყოველ დღე შეგიძლიათ აი ამ ფონდის გვერდზე შეხვიდეთ ფეისბუქზე და ნახავთ უამრავი ბავშვები არიან რომლებიც ყოველ დღე თვას უარსებს აი სანამ დაიძინებს აი წამება ამისთვის რა აი შეხვიდეთ შეგიძლიათ ამ ფონდზე და ნახავთ კი ბატონო, მადლობა. და მეორე კიდე ქვეყნის სიცხვილე არის, ომში მყოფი ქვეყნის მოქალაქე ჩვენ გვეხმარება, წარმოგიდგენიათ? თავისი ქვეყანა არის ომში ამ მომენტში და მისი ფონდი საქართველოში ეხმარება ჩვენ გასაგებია. მადლობა ზარისთვის ჩვენ არ ვაკლებთ არავის მხარდაჭერას თუ კი ასეთი აუცილებლობა არსებობს, როდესაც მოგმართავენ ადამიანები რომ მათ სჭირდებათ ან ოპერაცია ან დახმარება ასე შემდეგ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ რომ მათი პრობლემა გავაშუქოთ, მათ შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, დავურთოთ ხოლმე ანგარიშის ნომერი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ძალიან ხშირად ვახსენებთ. ამიტომ ამ თემაზე მე არ გავჩერდები, ეხლა მგონი რომ აქ ყველაფერზე პასუხი გაცემულია უკვე ჩვენ თავად ობიექტივი ვართ ის ტელეკომპანია რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა საქველმოქმედო ფონდი ობიექტივი რომელიც უამრავ ოჯახს დაეხმარა, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა და ძალიან დიდ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. ამიტომ ჩვენ ნამდვილად არ გვეკუთვნის აი ამ მიმართულებით რაღაცის შეხსენება ან თქმა. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ადამიანების გვერდით. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ და რა პრობლემები გაწუხებთ? გამარჯობა გენო. გამარჯობა, გისმენთ. ეს ცხოვრება საერთოდ სულ პრობლემაა, სულ ყველაფერი. მე მინდა იტეღარო ის მაჯბატონი რომ გამოვიდა იქ პიდარასტი, მაგნაირი პიდარასტების განა. კორექტულად თუ შეიძლება. აუ და აღარ უნდა დაარეკინოთ მაგას მეორედ. უნდა აიღო და გაფშიშო.
კორექტულად თუ შეიძლება, აი, არ ვიცი, არიან მაყურებლები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ გავთიშოთ ზარები, არიან მაყურებლები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ბოლომდე უნდა მოვუსმინოთ ამ ლანძღვას და შეურაცხყოფას, ამიტომ გაიგეთ ჩვენი სწორად, რომ ძალიან რთულია ამ დროს ბალანსის დაჭერა, როდესაც პირდაპირ ეთერში უმუშაობთ, როდესაც ყველა ზარი პირდაპირ წესით შემოდის, მე ყოველთვის მოგიწოდებთ ხოლმე იყოთ კორექტულად და ნებისმიერი ტიპის შეფასება გააკეთოთ კორექტულობის ფარგლებში. თუ ეს გასცდება კორექტულობას, იძულებულები ვართ უბრალოდ ჩვენ დაგემშვიდობოთ. თემაზე უნდა იყოთ ასევე ორიენტირებული და რა პრობლემები გაწუხებთ დღეს აი ამას ვსვავთ თქვენი მისამართით და თუ შეიძლება ამ კითხვაზე რომ გვიპასუხოთ. მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. ენაცვალე, პენსიები რო მოუმატეს. რა კრიტერიუმებით მოუმატეს პენსიები? თუ შეიძლება გავაგებინე პენსიონერებს 8 იგდეს მასხარათა 35 ლარი რომ მეუმატეს. კი ბატონო, მადლობა ზარისთვის. იმისთვის რომ დაგვიკავშიროთ. თუ პროცენტებით არის მინისტრებსაც დაუშვათ 10% მოუმატეს ხელფასი. პენსიონერსაც 10%. პენსიონერი 10% არის 20 ლარი, 30 ლარი და მინისტრის არის 100 ლარი. კი ბატონო, მადლობა ზარისთვის, გეთანხმებით აბსოლუტურად სწორი ხართ. მაგალითად, პარლამენტარის ხელფასი საქართველოში 11-დან 14,000 ლარამდე მერყეობს და პენსიონერებს კი მოგეხსენებათ, რომ 35 ლარით მოემატათ პენსია და ძალიან დიდი აქაც უსამართლობაა ნამდვილად გეთანხმებით. თუმცა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ამაზე ხაზი გავუსვათ, ვისაუბროთ, თქვენ ადამიანებმა უნდა მოითხოვოთ, მოქალაქეებმა უნდა მოითხოვოთ აი ამ ყველაფრის შეცვლა, მაშინ როდესაც იქნება არჩევნები, ზედაპირული გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ, აუცილებლად უნდა გაიცნოთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები რას გთავაზობენ და აი ამის შემდეგ მიიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება. მოვუსმინოთ მაყურებელს და მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ, რა პრობლემებს გამოყოფთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულს? გამარჯობა, ღია ეთერში ხართ. გესმით ჩემი ხმა? სამწუხაროდ გაითიშა ზარი. მე კვლავ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვისმენთ ჩვენი მაყურებლისა და რადიო მსმენელის მხრიდან თუ რა პრობლემები გაწუხებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა არის ის მთავარი გამოწვევები და მთავარი პრობლემები, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს და აუცილებლად შეცვალოს მოცემულობა და ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი გახლავთ 557 88 55 88. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ. ვარ დევნილი. სოციალურად დაუცველად. გისმენთ. ვარ დევნილი სოციალურად დაუცველი. მათოსალა ქალბატონი ბრძანდები და არავის არის დახმარებას არ მაძლევენ სახელმწიფო რომელიც აღარ საქმე მდგომარეობაზე. სოციალურად დაუცველის დახმარებას თუ იღებთ ქალბატონო, ვინაიდან თქვენ ისე არის 45 მომისის და 50 ვიღებ მათო. კი ბატონო, რა სახის დახმარებაზე საუბრობთ? აი, რა სახის პრობლემებს აწყდებით ყოველთვის? ჩავსახე აქ თუ ხარებაში რაკია, ბინა როგორც იყო ისეთი მდგომარეობაშია, ეს დახმარებას რემონტია გასაკეთებელი, მაგრამ არავის არის. მომწევს სამი წლის უკან 8 ლარი და გამზარულია ტუალეტი, აივანზე გაკეთებული, კარს ვეღარ მკეტავ. საქმე მდგომარეობაში და ამას 8 ლარი რა უნდა გააკეთო, მათო რემონტზე მხოლოდ მათოსელიტეტებს 1500 ლარზე. რა გავაკეთო არ ვიცი. მარტო ხელა ბრძანდებით ქალბატონო? დიახ. მადლობა ზარისთვის და ალბათ პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ადგილობრივ გამგეობას მიმართოთ იქნებ დახმარებისთვის ან დევნილთა სამინისტროს რომელიმე პროგრამით ისარგებლოთ, რომელიც ძალიან ხშირად არსებობს ასეთი ინფრასტრუქტურული ხელშეწყობის და დახმარების პროგრამები და უნდა დაწეროთ დევნილთა სამინისტროში, უნდა მიხვიდეთ და იქ შეიძლება თქვათ აღმოგიჩინონ რაიმე ტიპის დახმარება, რომ თქვათ აი სარემონტო სამუშაოებს იყოს თქვათ ის დაფინანსება, რომელიც იქნება გამოყოფილი. მადლობა ზარისთვის, არ ვიცი სხვა რა შეიძლება ახლა შემოგთავაზოთ პირდაპირ ეთერში, თუმცა შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ ტელეფონის ნომრები და დარეკოთ 153 დევნილთა სამინისტროს ხელხაზის ნომერია, მაგალითად 1505 ჯანდაცვის სამინისტროს ტელეფონის ნომერია და შეგიძლიათ რომ ამ ნომრებზე დარეკოთ. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ.
გამარჯობა, ღია ეთერში ხართ. გესმის? პირდაპირ ეთერში ხართ ბატონო, ისაუბროთ. აი კერან ვლაპარაკობდი და გამიგიხეთ. აი ჩემი კინა გამომშვენები, რამდენი გამოვიდა. ყველა გაუჭიხეთ ტელეფონი. სიმართლე არ თქვენ არ გიყვართ. სიმართლეს რო გელაპარაკებიან. პრობლემებზე ვსაუბრობთ ბატონო, რა სიმართლეზე მელაპარაკებთ? ვუნდათ იმ პრობლემებზე, რომლებზეც თქვენ აიქმნით, გაიგე? აი რომელი პრობლემა შევქმენით მაგალითად, შეგიძლიათ გითხრათ? რომელი და აი რომელი ყველა, იმიტომ რომ კარგი კონკრეტულად ერთი პრობლემა დამისახელეთ, რომელიც ობიექტივიდან გამომდინარე შეგექმნათ ჩვენი ტელევიზიიდან გამომდინარე. პერიოდი მე რომ ახო, იმის მოგულება გინდათ? არა, ესეთი არაფერი არ გვიხსენებია, პირიქით მუდმივად ვითხოვთ სააკაშვილის რეჟიმის შეფასებას. ხო კაი იყო და მატრიალეთ ეკეთილ მოწყო კორექტულად თუ შეიძლება. ნუ ეხა არ ვიცი რა შეფასება უნდა გავაკეთო თქვენს აი ამ კომენტარებზე და ამ მოადგილო დამოკიდებულებაზე, რომელითაც გვიკავშირდებით პირდაპირ ეთერში, თუმცა მიუღებელია ნამდვილად თქვენთან საერთოდ დისკუსიაში შემოსვლა. ბრალს გვდებთ იმაში, რომ ვთქვათ რაღაცა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ძალიან კარგად იცის ჩვენმა თითოეულმა მაყურებელმა რამხელა წვლილი აქვს ნაციონალური რეჟიმის დამარცხებაში შეტანილი ამ ტელეკომპანიას, მაგალითად პატრიოტთა ალიანსს, რომელზეც მაგალითად თქვენ მიანიშნებთ ხოლმე ძალიან ხშირად, თუნდაც იმ ციხის კადრებით, რომელმაც ძალიან დიდი გარდამტეხი როლი შეასრულა ნაციონალური მოძრაობის დასრულებაში და ჩვენ ყოველდღიურად ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივ პოლიტიკურ შეფასებას ვითხოვდით ამ ეთერებიდან და ასე შემდეგ. ყველა შესაძლებლობიდან გამომდინარე ვცდილობდით, რომ ის ბოროტება, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა, საზოგადოებისთვის დაგვენახებინა, გვეჩვენებინა და პოლიტიკიდან საერთოდ მოგვეშორებინა. ჩვენ არ გაგვიკეთებია ეს ყველაფერი, რაზეც თქვენ საუბრობთ და კი ბატონო, ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნა ეს ადამიანები და დღემდე ამიტომ არიან დღის წესრიგში ნაციონალური მოძრაობის წევრები და ის ადამიანები, რომლებიც თქვენ არ გსიამოვნებთ. ამიტომ ეს არ არის ის ადგილი, სადაც აი ამ პრობლემაზე უნდა ისაუბროთ. ამ პრობლემით თავად ქართულ ოცნებას უნდა მიმართოთ. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ რა პრობლემებს გამოყოფდით ქვეყანაში და თქვენს წინაშე არსებულს? ჯერ ერთი ორი სიტყვით შემავწყვით და თუ შეიძლება. ეხლა არ არის სწორი, როდესაც ვინმე ადამიანის ას გააკრიტიკებ და არავის არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ რა მინდა ვთქვა ეხლა. რაც შეეხება არსებულ ხელისუფლებას, თუ კი რაიმე კარგი გაუკეთებია, ეს ჩვენ ხალხმა კიდეც ვარ აღნიშნოთ, აბა ისტორიადაზე. სიტყვაზე ვამბობ. ეხლა არის ერთეულები მაგალითად მიმართავენ მუნიციპალიტეტებს, ვიცნობ ეხლა რამოდენიმე ადამიანს რომ სახლი ქონდა მაგალითად დაზიანებული და დაეხმარა მათ მთავრობა, ასევე გამოუყვეს თანხა, ყოფილა მაგალითად ადამიანი დასავებული, დაზიანებული და დახმარებიან. ამგვნიშნავ მე ამ ყველაფერზე არის ასეთი რამები, ეს ყველა ვიცით ჩვენ, მაგრამ საქმე რაშია? აი ამ ერთეულების დახმარება არ შველის მთლიანად მთელ ქვეყანას, იმიტომ რომ მასეთი გაჭირვებულები ძალიან ბევრი არიან საქართველოში და აი ამას ვერ ახერხებს არსებული ხელისუფლება. ჩვენ ეხლა რა პრობლემები გვაქვს საქართველოში? ტერიტორიული მთლიანობა ისევ დარღვეულია და იგივე მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა ამის მოგვარება არ არის მარტივი, მაგრამ სწორედ ის რთული გზა უნდა გამოიძებნოს იმისათვის, რომ რა ეშვენება ამ დაკარგულ ტერიტორიებს, ეს არის თავრობის ვალდებულება. ასევე სოციალური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. კი ბატონო, კიდევ აღნიშნავ, იძლევიან სოციალურ დახმარებასაც, კიდევ ეხმარებიან ადამიანებს. აი მე მგონია შემთხვევა მიმართავს მუნიციპალიტეტისთვის და გაუწევია ჩემთვის დახმარება. კი ბატონო, მე ამას ვაღიარებ და ვამბობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის მდგომარეობა კარგად არის. თითქმის 100%-დან 70%-ის მოსახლეობა კიდაც არ იყოს სოციალურად დაუცველი, მაინც მძიმე მდგომარეობაშია და რთულ პირობებში ცხოვრობენ ადამიანები. ამხელა ემიგრაცია გვაქვს ქვეყანაში, ქართველი ეროვნების აი, ასე ვთქვათ, სიმცირეში მოხვედრის საშიშროების წინაშე დგევართ და ეს საკითხი არის მთავარი. თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, ერთეულების დახმარება არ შველის ქვეყანას. ამისათვის ჩვენ საქართველოში ყავს ძალიან
ნიჭიერი ეკონომისტები, ყავს ასევე თუნდაც სამხედრო სისახლა განათლებული ადამიანები, ყავს ასევე პოლიტიკურ სფეროში განათლებული ადამიანები, შეიძლება ისინი პარლამენტში არ ისხდნენ, მაგრამ არიან ძალიან განათლებული ხალხი და შეიძლება რომ მთავრობამ მათთან მოისურვოს შეხვედრა დაასხდნენ ერთმა გიტარზე და გადაწყვიტონ ამ ქვეყნის რა მშველება ამ საქართველოს როგორ შეიძლება რომ ამ ქვეყანა ეკონომიურად წელში გამიმართოს თუნდაც ის კერძო მესაკუთრეებთან ერთად დაასხდნენ გასულ არ არის აუცილებელი რომ ერთ ადამიანს დაუშვათ მილიონები კონდეს და ქვეყანაში 10,000-ობით ადამიანი საზღვარგარეთ გარბოდეს და დაუშვათ ადგილზე დარჩენილები ვეღარ სულქამდეთ აი ეს არის და ამ პრობლემას გამოთქვამენ ადამიანები თორემ იმას არავინ არ ამბობს რომ აი ხვალ გამოვიდეთ ხახნოს შევიკრიბოთ და ხელკეტებით დავამხოთ ხელისუფლება თუმცა 13 წელი იყვნენ ისინი და კიდევ მთავრობაში არიან და ვერ ხედავ მე აი ამ საფუძველს ვერ ხედავ თორემ ჩვენ ხალხი არც ერთი მთავრობის მტრედი არ ვარ და არც ერთ მთავრობას არ ვეწინააღმდეგებით უბრალოდ ხალხზე გადადის ყველანაირი გაჭირვება და თუ ეს გაჭირვება და ეს სოციალური მდგომარეობა არ გამოსწონდა ქვეყანას არაფერი არ ეშველება აი რომ არის ახლა მაგალითად დაზიანებული სახლი და ის აღარ ექვემდებარება შერევებებას იმას ანგრევენ და აი ეს სისტემა რომელიც იყო დღემდე მოყოლებული 30 წლის განმავლობაში უნდა დაინგრეს და სულ ახალი სისტემით უნდა იბრძოლონ ქვეყნის შემევლობისათვის არ არის აუცილებელი პარლამენტარი იქნება თუ პარლამენტის გარეშე მყოფი ადამიანი იქნება შეიძლება რომ ამ ხალხთან ერთად კერძო მესაკუთრეებთან ერთად და დააწყდნენ იმ ფულიან ხალხთან ერთად და გადაჭრან რაღაც საკითხები კაცო თორე არ შეიძლება რამე სხვა აზრი რა შემიძლია რომ გამოვთქვა და რა ვთქვა რა ურმესი მადლობა პირველ რიგში თქვენ ასეთი შეფასებისთვის ძალიან დაალაგებულად სწორად აი ასეთ მაყურებლებს მიხარია რომ ვუსმენ, იმიტომ რომ თქვენ აბსოლუტურად სწორად და გასაგებად ჩამოაყალიბეთ ის პრობლემები, რაც ჩვენი საზოგადოებაში არსებობს, რომ ნამდვილად არავის კრიტიკაში არ ვდგავართ, არ ვართ დაინტერესებული ამით, ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური პრობლემები შევუმსუბუქოთ, ვიცოდეთ რა პრობლემები აწუხებთ ადამიანებს და რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს პრობლემა და მათ უნდა იზრუნონ ამ ადამიანების კეთილდღეობაზე და ამიტომ საუბრობთ ამაზე, მოვუწოდებთ, ვაჩვენებთ მოქალაქეების პრობლემებს. ნუ გაგიკვირდებათ, ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ჯანსაღი დიალოგი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მოგვარდეს და ვაჩვენოთ სფეროში, ასე ვთქვათ, კომპეტენტურ ადამიანებს, თუ რა პრობლემები აწუხებთ საკუთარ მოქალაქეებს, იმიტომ რომ არ დადიან ეს ადამიანები ძალიან ხშირად კარდა ოჯახ და ამიტომ ხომ უნდა იცოდნენ რა გამოწვევები არსებობს, რა ადარდებთ ადამიანებს, რა პრობლემები აწუხებთ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, როდესაც თქვენ ღია ეთერში საუბრობთ თქვენს პრობლემებზე. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ. ხო, კარგად ისმის. კი ბატონო. რა მაინტერესებს ისეთ მე ახლა ჩვენ პრობლემებზე კი არ დავიწყებ. საქართველოს პრობლემებზე მინდა ვისაუბრო. კი ბატონო. უფრო მოკლედ ვიტყვი რა. დემოგრაფიაზე რამდენჯერ იყო საუბარი დღეს? პირველ კლასში მთავრობა აქვს, პირველ კლასელების დონეზე რო აქვს განათლება. რა ამ ხარახურა კანონებს რომ იღებენ, დემოგრაფიაზე ჩაატარონ ერთ საუბარი ხალხს მოსვენონ ტელევიზიით. მეორე, თუ აშკაცები არიან და წვიმიანები არიან, მეცნიერები არიან, დააბრუნონ აბა ის ჩვენი ემიგრანტები. ათასობით ოჯახი რო დაშლილია და შვილებს დედა ენატრება, დედებს შვილები ენატრება. აი ეს საქმე მოაგვირო, ხარახურა კანონებს ნუ კი იღებენ. ეს ყველა პრობლემა იცი და სხვა პრობლემებით არის გამოწვეული. ამ ხარახურა კანონებს დაანებონ თავი დემოგრაფიაზე 13 წელია და ერთი სხდომა არ ჩაუტარებიათ. დღევანდელ პირველ კლასელებს, რომლებიც მომეცეს ხელისუფლება არ აქვიათ და ეს ხალხი არ ციგებს. სულ გაჭირებოდია ლაპარაკი, როგორ შეიძლება ეს? როდენზე? ხარახურა კანონებს დაანებონ თავი და მიიღონ დემოგრაფიისა და ჩვენი ემიგრანტების დაბრუნებაზე კანონები. მიიღონ ის
უღრმესი მადლობა თქვენ დიახ ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე რომ ემიგრანტები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საქართველოში უნდა შეწყდეს ეს ტენდენცია რომელთაც წლიდან წლამდე 100,000-ზე მეტი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ და თუნდაც ის რომ განათლება სათანადოდ უნდა იყოს სკოლებში ასე შემდეგ თითქმის ყველა პრობლემას ვეხებით ხოლმე ჩვენი ეთერებიდან რომელიც ჩვენ საზოგადოებას აწუხებს და აუცილებელია რომ აი ასეთი შეფასებები როგორც თქვენ გქონდათ როგორც წინა მაყურებელს გქონდა მოვისმინოთ ღია ეთერის მეშვეობით რომ ადამიანებს რეალურად აწუხებთ ეს ყველაფერი რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება მოვისმინოთ მორიგზარს მოგესალმებით რა პრობლემებს გამოყოფთ ქვეყნის წინაშე არსებულს გამარჯობა ახლა ტელევიზიაში დამოვიდეთ მახარდაშორი პარლამენტი სხვა ღია ეთერში ხართ პირდაპირ ეთერით გისმენთ მისმინე თქვენ სახელი უკაცრავა ლიზა გახლავართ გადაცემას ხო და ახლა ეს ამბობთ ეგან ახლა უყურებდი აგერ ამაზე მე ვიმუშავე ფინანსური უნივერსიტეტში სადაც არის საშინელი მონუმა სადაც სამიდრე მოლარეებს სამიწოებენ უფასოდ სამდრო აი უნივერსიტეტში შედი და ნახე რას უკეთებენ ხალხს უბრალოდ მეუღლე რომ მივიდეს და მოლარე რომ იგდეს მაგის მეუღლე ხო რატო ივაჭრა სულ მეუღლე მაგაზე ამცირებდა და შეძლებდა ჯარიმებია დაწესებული სამსახურიდან ამოხვიდეთ ინგაცნორებს ის ბოლომდე ჩამთავრდა და ხელფასი არ გადაგეცემა და არ გიხდიან ხელფასს კი ბატონო აი ეს მონობაში ყავთ ხალხი აი ეს დღესია დღეს უნივერსიტეტი შედით როგორც ნიკოლას უარესი არის უნივერსიტეტი სამწუხაროა, თუმცა ვიცით ჩვენ ნამდვილად აი ასეთი დამოკიდებულება არსებობს დასაქმებული ადამიანების მიმართ, აი მონური დამოკიდებულება მართლაც და ძალიან დიდი სირცხვილი აი ამ კომპანიებს, რომლებიც ასე ექცევიან დასაქმებულ ადამიანებს, რომლებსაც ყველანაირ мотиваციას უქრობენ იმისას, რომ იმუშაონ და რაღაცნაირად კონდეთ ის, რომ თუნდაც მომხმარებელთან უკეთესი დამოკიდებულება კონდეთ, ყველაფერი შემდეგ არის ჯაჭვურად ერთმანეთთან დაკავშირებული და მე მოქალაქეებს გვიკვირს, როდესაც არ გვემსახურება კონსულტანტი ან გულგრილად არის დამოკიდებული საქმის მიმართ. ეს ყველაფერი არის გამოწვეული იქიდან, რომ დამსაქმებლები მუდმივად ცდილობენ მონურ მორჩილებაში ყავდეთ თანამშრომლები და კაბალურ პირობებში ამუშაონ. ძალიან ცუდია და ეს ყველაფერი იწვევს საბოლოო ჯამში იმას, რომ ადამიანებს ნიჰილიზმი გააჩნიათ, არ აქვთ უკეთესი ცხოვრების პირობების მომავლის რწმენა და შემდეგ უკვე გადიან საზღვარგარეთ საცხოვრებლად. გამოსავალი ნამდვილად არ არის, თუმცა ვერავის ვერ ვეტყვით იმას, რომ რაღაცნაირად მუდმივად ენთუზიაზმის როლში ენთუზიაზმით იყვნენ და შეინარჩუნონ აი ეს სულისკვეთება, რომ მე საქართველოში დავრჩები და აი აქ ვიმუშავებ თუნდაც დაბალ ხელფასზე. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოგვარდეს, ეს ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს, ადამიანებს ღირსეული სამუშაო პირობები სჭირდებათ და ხელშეწყობა და დახმარება სჭირდებათ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობა, ცერა. გამარჯობა, გისმენთ. მე გუშინ მოვიწმინე ქალბატონის გამოსვლა ცენტრთან. რომელმაც ბრძანა იმ ვალებზე, რომელიც აიღო მთავრობამ. რომელმაც მე მომიკლა დედა ძმა შიმშილით და ჩამაგდო უკიდურეს გაჭირვებაში. მოგიწოდეთ ქართველო ხალხო, ხვალ უარესი მოგველის. მე თუ ვალს ვიღებ, მე უნდა ვიცოდე იმით რა კეთდება. თქვენ შეგხვდათ ლიზი შვილო რაიმე ინვალიდი და რაიმე სიკეთე ნახეთ რომელიც მოახვიეს თავს ამ ქვეყანას მე არ მინახავს მაშინ მე რატომ ეწერება ის ვალები რომელმაც მილიონერი გახადა უნამუსო ხალხი ნუ თუ ქართველმა ხალხმა არ უნდა იცოდეს მისი ბიუჯეტი რაში მიდის ეს ყველაფერი გასაიდუმლოებულია ჯერ ერთი რამ კითხვის ქვეშ დასასველი ჩემი ახლობლის დედა გზაში გარდაიცვალა 5 თეთრი დარჩენია გაზის გადაუხდელი და ირბინა იქ და ზამთარში გარდაიცვალა ქუჩაში 5 თეთრი არაპატიეს და როცა 2020 წლის გადასახად დღეს პატიობ ნეტა 5 წელი ვისა პატიე და ვის არ გადაახდებინა ის გადასახადი როცა 5 თეთრს არ პატიობენ ჩვენ ჩვეულებრივ გავწკვნილ მოსახლეობას დავსვათ ეს კითხვები თვითეულმა და გვიპასუხონ და ხვალ უარესი მოგველის ხალხო
აი თითეულს კარნახობთ, დაისვაც კითხვა. მე რომელიც ვალე მათ აიღეს, რაიმე შემხვდა იქედან, რაიმე ქვეყანას სიკეთე მოუტანა, ბატონო კალაძე. თბილისში ხო მოსწე საშვილთაშვილო და მე შემჭამე ის ბალახი, რომელიც თქვენ დაარგეთ სკვერებში, მაგრამ დღეს ფეკალიებითაა სავსე და ვეღარ ვჭამ. რა შევჭამო? რა გამიკეთე შენ 35 წელია დავიტანჯე მეზიცხება უკვე ეს გზაც ეს სკვერებიც და ესენიც ადამიანი ვარ ჩამაგდი ადამიანად ოდეს მე იფიქრე პენსიონერს თუნდაც ერთი ჩუსტი ერთი კაბა მოუნდებოდა 35 წელიწადში და რაიმე ისეთი მივეცით შემოსავალი პენსია ისეთი რომ ის ამით იყიდდა ამას და ეს ვალები ვის ეწერება ქართველ ხალხო გამოიხედეს თვალებში გვატერს ევროპა გვატერს ამერიკა გინდა თუ არა აიღე ვალი და ისე გააკეთე რომ შენ რაიმე უკუგება კი არ ქონდეს და ქვეყანა კი არ განვითარდეს ხალხი ჩაფლე ვალებში აქედან მოდის გაქცეული ქართველები აქედან მოდის დაბალი შემოსავალი და ისინი იმატებენ განა მარტო პარლამენტარის ხელფასი აქვს კიდევ უამრავი პრემიები უამრავი თანამდებობა სადღაც არ დადიან მისი შვილები ყველგან ფორმებული თუნდაც პარლამენტარის ოფისები სადაა გაგვაგებინეთ ხალხო სადიღებენ ხალხს ესენი და ვინა იმ ოფისებში გაფორმებული რომელიც საერთოდ არცად აღარ არის უკვე არცად არა წერია და ნუ ბიუჯეტი მარტო მთავრობის ხელმძღვანელებისა და ჩვენი არ არის არაფერი მე ხო მოვუტარე ეს ქვეყანა ამას მე რაღა ისინი მძამძარეულზე მოვიდნენ დაიტაცეს არიან მილიარდელები და დღეს პაპაშვილს სასტუმროებს უგებენ მილიარდელს რომელსაც ბანკიც ხონდა რომელმაც ფეკალიები თქვება და კიდევ თურმე რომ მოვა ტურისტის დაბალ ბიუჯეტიანია და ისეც უნდა აუნაცღაუროს სახელმწიფო მადლობა ზარისთვის და იმისთვის რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში 557-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და ყველაზე მეტად რა პრობლემები გაწუხებთ რომელსაც გამოყოფდით და რომელზეც ისაუბრებდით ღია ეთერში რა არის ის მთავარი პრობლემები რომელიც თქვენ და თქვენს ოჯახს გექმნებათ ხოლმე მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ გამარჯობა ისაუბრეთ ალო გამარჯობა გისმენთ ისაუბრეთ თუ შეიძლება ნუ თუ შეიძლება ტელევიზორს ჩაუწიეთ რა ხმა არ მესმის თქვენი შეფასება არ გესმენთ არა ვერ ვისმენ იმიტომ რომ ტელევიზორის ხმაც შემომდის და მიმეორდება დაგეტირია კი ბატონო მაშინ ისაუბრეთ ახლა გისმენთ ხო და კაპიტალისტური წყობა ესია და მაგაზე არ შეიძლება რომ ვინმე პარტია დაინტერესდეს როგორ დავამატოთ კაპიტალისტური წყობა ეს არის და დიდარი და მარი და ჩვენ ვინაც მოგვასწავლეთ აი თქვენ კი ბატონო გაითიშა ზარი თუმცა მინდოდა მეკითხა თქვენთვის რა პრობლემებს გამოყოფთ რომელიც ყოველდღიურად არის თქვენი საზრუნავი რომელზეც ყოველდღიურად გექმნებათ პრობლემები და რა არის ის მთავარი თემები რომელზეც ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს დაინტერესდეს და საზოგადოების პრობლემები მოკლედ იცოდეს და გაითვალისწინოს მოусმინოთ მეორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა გენაცვალე გამარჯობა გისმენთ მოგესალმები როგორც ყოველთვის აი მართლა ძალიან ობიექტური ხარ ყველაფერს კარგად აშუქებ და მიხარია რომ ესეთი ახალგაზრდა ესე ფიქრობ და აი ესე ბევრი ნერვებს მოგიშლის ბევრი რამდენი ადამიანის არსებობს იმდენი აზრი არსებობს და არ უნდა აყვე არ უნდა ინერვიულო თავარია რომ თქვენ აშუქებთ ყველაფერს კარგად აბსოლუტურად მთელი ცხოვრება რაც ობიექტივი არის ყველას ეხმარებით, ყველას გვერდში უდგეხართ, ყველაფერს კარგად აშუქებთ. ერთი მივიდნენ და სხვა ტელევიზიაზე ჩაერთონ ესე და ილაპარაკო რაც უნდა და თქვან, ან ვინ დაელაპარაკება, ან ვინ მოусმენს, ან ვინ საერთოდ, მაგრამ ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე. უბრალოდ აი რა არის, რომ ერთადერთი ძალიან ძნელია დღეს გაიფიცნენ თუ ნახეთ გლოვოს და ვოლტის აი პატარა ბიჭები რა, მე ვარ 72 წლის კაცი. აი შემეცოდენ რა უთხარი მთელი დღე როგორ დადიან მეც დავდივარ ამ ქუჩაში თქვენც მოძრაობთ მანქანით რა ხდება ვიცით
როგორ არის ამ სიცხეში და იმ პატარა ბიჭებს კიდე ხელფასი არ უნდა მიცე კაცო კიდე ხელფასი უნდა დაუკლო აბა სირცხვილი არ არის რომ აი რის ხარჯზე უკლებენ თან ხელფას იმის ხარჯზე რომ შემოყავთ პაკისტანელები სირიელები ავღანელები იმათ ასაქმებენ და ქართველებს უშვებენ იაფ მუშახელი ქირაო ენა მაგათ მარიციან არაფერი მაგათაც ვეხმარები ხოლმე რო არიციან მისამართი უხსნი რაც შემიძლია ხა რომელიმე ინგლისური და ის ვიცი მაგრამ მაინც შედარებით უხსნი რომ მეცოდებიან ისინიც მაგრამ ჩვენ მდგომარეობაში რა უნდა შევიდენ კაც მე რა დავაშავე ამ მიწაწყალზე რო ვცხოვრობ და ჩემი შვილები და ჩემი ნათესები და ჩემი ახლობლები რო არიან იმათმა რა დააშავეს არ უნდა იცხოვრო არ უნდა შექმნან ოჯახი მიტუა ერი არ მრავლდება როგორ დამრავლდება თო იმ ბიჭს ცოლი ვერ მოუყვანია შემოსავალი თუ არ ექნა როგორ მოიყვანოს გას ღირსება ზოგს თავის შრომა უნდა და ანაზღაურებაც უნდა კი ბატონო, უღრმესი მადლობა. ჩემი გაიხარე. უღრმესი მადლობა ბატონო, პირველში მიხარია რომ თქვენაირი მაყურებლები და რადიო მსმენელები გვიკავშირდებიან, რომლებიც სწორად აღიქვამენ იმ გაწეულ ჩვენს შრომას, რომელსაც ჩვენ აი ამ არხიდან ჩვენი მაყურებლებისთვის და რადიო მსმენელებისთვის ყოველდღიურად ვემსახურებით და ვაკეთებთ. შეძლების დაგვარად ჩვენ ყოველთვის გავართ ჩვენი მაყურებლის, ჩვენი საზოგადოების გვერდით. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს და რა პრობლემებს გამოყოფთით. მოგესალმებით. გამარჯობათ. ვეთახმები ყველაფერში წინა აბონენტს, ახლა მამაკაც მოდარეკა, ენასულოს ჩემი თავი და ყველა ასეთ ქართულს, ვინც ესე კარგად იაზრებს თქვენს ამ არხს რა, აი ძალიან მადლობა. და პირდაპირ მესიჯები აზრდება, რომ არ შეიძლება ამდენი ბოდიში და აი ამ არაქართველების, მე არ ვიცი აქ მოსახლეზე კაცო და ეთნიკურად ქართველზე, არა ვინც მიიღებს ხელში ჩვენ ერს და სიყვარულს კი ბატონო მადლობა ღმერთს და ის გლოვოს ბიჭები ახალგაზრდა ვაჟკაცები ვინც მართლა იბრძვიან რომ უნდათ რომ ორი კაპიკი იშოვო და ნორმალურად იცხოვრონ ჩვენ ქვეყანაში და მარტო გლოვოზე არ არის ზოგადად ყველაფერია ეს ეხება აი მამ ჩემი ეს ისე და აი ღმერთს თხოვ რომ თქვენაირი ასე თქვენაირ მოვაზროვნე ხალხი პირდაპირ თქვენ გეუბნებით და ასე თამადობით ყველა აი ესე კარგად დააზრუნოს და ყველა აი დიდება უფალს რა ყველა კარგად მე თბილისს ვერ გაუძელი თელავიდან კახეთიდან წარმოშობი და წამოვედი თბილისს და კახეთში რომ ცოტა აი ვეღარ უყურებდიან მე კიკინიან მამაკაც კაცო ინიარე ქალები არიან კაცები გაიხარეთ. მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვიკავშირდით ჩაერთეთ გადაცემაში და იმისთვის რომ ასეთი მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევით ჩვენი ტელევიზიის მიმართ. მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენი მიზანიც ეს არის რომ ადამიანებს გვერდში დავუდგეთ და ვემსახუროთ და იმ პრობლემებზე გავაკეთოთ აქცენტი, რომელიც უნდა მოგვარდეს, რომელთაც შევძლებთ რომ თქვენი ყოველდღიურობა შევამსუბუქოთ და რა არის ის პრობლემები, რომელიც გაწუხებთ, რომელსაც გამოყოფთით, რომელსაც რეაგირება და ქმედებები სჭირდება. 5-7-88-95-ზე გვიკავშირდებით, ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი ეს გახლავთ და რა მთავარ და ძირითად პრობლემებს გამოყოფთით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რა სტატისტიკური მონაცემებიც წავიკითხე გადაცემის მსვლელობის დროს, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 363-მა პირმა აპრილის თვეში 100,000 ლარი აიღო ხელფასის ოდენობით და მაგალითად 10,000-ზე მეტმა ადამიანმა ასევე 100 ლარზე ნაკლები აიღო ხელფასი. ძალიან დიდია სხვაობა, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდია, ძალიან დიდი დისბალანსი არსებობს, რამდენად სწორია, როგორ უნდა ვექცეოდეთ დასაქმებულ ადამიანებს, როგორ უნდა გავაჩინოთ мотиваცია ადამიანებში მუშაობის და ასე შემდეგ და რა იწევს აი ამ ყველაფერს შემდეგ, როდესაც ვსვავთ კითხვას, რატომ მიდიან ადამიანები ემიგრაციაში, არის თუ არა ეს მთავარი ამოსავალი, მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ საქართველოში ვერ ვახერხებთ ადამიანებს სათანადო პირობებში გვყავდეს დასაქმებული და შრომა ავუნაზღაუროთ შესაბამისად. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, გინაცვალე. გისმენთ, ისაუბრეთ. ისა ვარ პენსიონერი, მარტოხელა პენსიონერი, მაქვს 350 ლარი. დიახ. 400 ლარის და მეტი წამალი მჭირდება და როგორ უნდა ვიარსებო? შენი ჭირიმე ამიხსენით. კი ბატონო, მადლობა ზარისთვის. თუ მიგიმართავთ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ცენტრალური ხელისუფლებისთვის,
დახმარებისთვის სამწუხაროდ გაითიშა ზარი მადლობა თქვენ პირდაპირ ეთერში თქვენი პრობლემის გაშღერებისთვის უმრავლესობა პენსიონერი ადამიანების სწორედ აი ამ ძალიან დიდ პრობლემას აწყდება როდესაც მას სჭირდება ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მედიკამენტი და რომელსაც უბრალოდ ვერც კი ახერხებს რომ შეიძინოს საკუთარი პენსიით და საკუთარი შემოსავლით მით უმეტეს იმ პირობებში რომ არის ძალიან დაბალი პენსია ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი ფასები გვაქვს ყველაფერზე მედიკამენტი იქნება ეს თუ საკვები პროდუქტი და ჩვენ ყოველდღიურად ჩვენი აი ამ საუბრებით უნდა შევძლოთ ის რომ თუნდაც საკვებ პროდუქტებზე გაიაფდეს ფასი კომუნალური გადასახადები გახდეს უფრო მეტად დაბალი და ასე შემდეგ ეს არის ჩვენი მიზანი რომ ადამიანებს დავეხმაროთ აი ეს გავხადოთ ჩვენი მიზანი რომ გაიაფდეს ადამიანებისთვის ცხოვრება და ხელმისაწვდომი გახდეს ის ყველაფერი რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ მადლობა აქტიურობისთვის პირდაპირ ეთერში ჩართულობისთვის გადაცემას ლიზა კვესელავა უძღვებოდი წინ საინტერესო გადაცემები გელით და სტუდია ნომერი 8 მე კვლავ შემოგერთდებით 6-ის ნახევარზე დროებით